გამარჯობა. ეს ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ძალიან პრობლემურზე, რის წინაშეც დავდექით. არაერთი საკითხი არის, რომელიც წინაშეც დაგვაყენა ყოველდღიურობამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის განათლების საკითხი და ის ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელსაც აპირებს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული რომ ჩაატაროს და ვიცით რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა ამ რეფორმას, იმ შინაარსის გამო, რაც ზოგადად გაჟღერდა და ვიცით. ბევრი რამე უცნობია ასევე და ბევრი რამე უბრალოდ არ წარმოგიდგენია როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ფაქტია რომ ის წარმოდგენილი პაკეტი, რასაც ის უპირებს უნივერსიტეტს და ზოგადად განათლებას, ძალიან სადაო რამ არის, ხო? და ალბათ პირველი ცენტრალური საკითხი, რითიც შეგვიძლია დავიწყოთ, რაც უნდა იყოს საუნივერსიტეტო სივრცის დაცვის საკითხი, არის თავისუფლება. და არ არის შემთხვევითი, რომ დღეს სწორედ თავისუფლებასთან მიდის ყველა მიმართულებით ბრძოლა და უნივერსიტეტი არ იქნებოდა გამონაკლისი. და ეს განათლების და თავისუფლების დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, მაგრამ საუნივერსიტეტო სივრცე და მისი ავტონომიურობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საკითხი, რის გარშემოც ეს საუნივერსიტეტო თემი უნდა იყოს გაერთიანებული. და შეკითხვა, რომელსაც ხშირად ვსვამენ ხოლმე ამ ესე დილემურად რო წარმოვადგინოთ, იქნებოდა საერთოდ რა საჭირო არის საუნივერსიტეტო ავტონომია, რატომ არის ესეთი ძვირფასი და ხომ არა აქვს სახელმწიფოს რაღაცნაირი ვალდებულება, რომ თუ ამის საჭიროება გახდა, უბრალოდ ჩაერიოს ამ ავტონომიაში და ის გააკეთოს, რასაც თავად თვლის საჭიროდ და არა ის, რასაც საუნივერსიტეტო თემი თვლის საჭიროდ. ანუ საუნივერსიტეტო ავტონომიის ღირებულებაზე რო ვისაუბროთ, პირველ რიგში რა მნიშვნელობა აქვს ამას ზოგადად უნივერსიტეტის თემისთვის, უნივერსიტეტის განვითარებისთვის და ქვეყნისთვის. ნებისმიერი თანმიმდევრობით. ზოგადად როგორც საკითხი, რა არის ეს ავტონომია? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრმა არ იცის უბრალოდ მისი მნიშვნელობის შესახებ. ავტონომია და ინსტიტუციური ავტონომია და აკადემიური თავისუფლება არის ორი რამ, რაზეც დგას უნივერსიტეტი ზოგადად. ხო, მართლა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ინსტიტუცია, რომელიც დღემდე გადარჩა და შეინარჩუნა ეს არა მხოლოდ ეს ცოდნის შექმნის და გადაცემის ადგილად შენარჩუნდა ის, არამედ პირველ რიგში არის სწორედ იმ თავისუფლების ძიების და სხვადასხვა ჩაკეტილ სტრუქტურებს შორის თითქოს რაღაცა რიჭოსავით იპოვა, სადაც ის ცდილობს აი რეფლექსიით დასვას ის მნიშვნელოვანი კითხვები და პასუხი იპოვოს ამ მნიშვნელოვან კითხვებზე, თან ისეთი კითხვები, რომელიც ახლა ეს ერთმნიშვნელოვნად შავ-თეთრად უბრალოდ ესე კი არად არ წყდება. ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის თავისუფლება, მისი ავტონომია და სხვათა შორის აი ეს ძირითადი მთავარი ფუნქცია, ხო? ეს ახლა რაზეც ჩვენ ყამათობთ, ეს არის საკითხი და დიდი პრობლემა, რაზეც თავის დროზე გაიმარჯვა ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ 1918 წელს. და ამიტომ ძალიან შეურაცხმყოფელი და უბრალოდ მათ ეს არ იციან. როცა ამბობენ, რომ ეს არის ადგილები, აი მაგალითად საუნივერსიტეტო შენობები, ხო, რომელსაც არც ისტორიული, არც იდენტობის, არც კულტურული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ისინი სრულად პირიქით არის. ეს ადგილები, მათ შორის ეს ვაკე საბურთალო, არის ზუსტად ის ადგილები, რომელიც ამ მეხსიერებას ინახავს. იმიტომ რომ ზუსტად ასე იყო 1901 წელს, როცა აი რუსეთთან შეერთების 100 წლის თავი იყო და მაშინ წამოიწია კიდე მე რამდენად უკვე ამ უნივერსიტეტის დაარსების, მერე 14 წლამდე იყო ეს ჭიდილი, როცა ეს ინტელექტუალური ელიტა ჩამოვიდა, დაბრუნდა საქართველოში და ერთი მხარე, რომელსაც მაგალითად ვაჭრებიც უჭეროდნენ მხარს, ამბობდნენ რაში გვჭირდება ეს უნივერსიტეტი, იქ აი არაჩვეულებრივი წიგნია ივანე ყიფშიძის და პირდაპირ არის ჩანაწერები ამ ქალაქის თავთან შეხვედრების, რომ უნივერსიტეტი არის მეტი ადგილი თავისუფლებისთვის და შესაბამისად ბუნტისთვის და პოლიტექნიკუმი, თუ ამას დავაარსებდა სამი ძირითადი ფაკულტეტი იყო აგრონომია, ქიმიური დამუშავების საქმე და სამასწავლებლო სადურგლო საქმე, ამათ ნაკლები დრო ექნებათ ამისთვის, ხო? აი ჯავახიშვილის წერილებს რო ვუყურებთ, ზუსტად დაწერილია ამის საპასუხოდ. ხო? და ის ამბობს, რომ არა, ეს უნდა იყოს სწორედ ჩვენი შეჭედულობის ადგილი, სადაც თეორიული ცოდნა უნდა შეიქმნას და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი. ასეთ ადგილად ჩამოყალიბდა ის სხვათა შორის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, ხო?
ამიტომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ აი ესეთი ბაზართან ბმაში მყოფი ადგილი, რომელმაც მხოლოდ აი რაღაცა ბაზრის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და შექმნას სამუშაო ადგილები. ცხადია, ესეც არის მისი ფუნქცია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. და ნებისმიერი ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება სწორედ, რომ რამდენად სწავლობს ის ქვეყანა, აი ასეთ საჯარო სივრცეებს იმისთვის, რომ შეგეძლოს ძალიან სენსიტიურ საკითხებსაც იკამათონ ადამიანებმა, ეს არ არის მაინც სადაც გადაწყვეტას იპოვიან ისინი. ხო, უნივერსიტეტის ისტორია სწორედ ეს არის. ეს არის ადგილი, სადაც ეს განსხვავებულები სწავლობენ თანაცხოვრებას, სწავლობენ რაღაცა სხვების აზრის პატივისცემას. აი ამას წინათ ჩვენ ძალიან საინტერესო ლექცია გქონდა, როცა ციკლი დაიწყო კინგაზედანიამ ამ უნივერსიტეტის ფილოსოფიაზე და ეს ხალხი საქართველოშიც ასე განვითარდა და გაიმარჯვა ამ ყველაფერმა. ხო? ხალხი ეს ვაკე და საბურთალო იყო გაბაშვილების მიწა და ისინი თავაზობდნენ ამ მიწას უნივერსიტეტის, იმით რომ გული უნდა გახდეს ესო და აი აკაკი შანიძე 1917 წელს იმათ უკვე დაიწყეს აშენება იმ პოლიტექნიკუმის და ამათ არ აქვს ნებართვა ქართული უნივერსიტეტის აშენების და ლექციას კითხავს თბილისში და ქუთაისში, რომ აი მავთული ჩამოვა ნებართვა. ამან გაიმარჯვა სწორედ, რომ შეჭიდულობის ადგილი უნდა იყოს. ჯავახიშვილი ამბობდა და მხოლოდ იმისი სპეციალობების სასწავლისა არა. და რუსთავიც მაშინდელია, ხო არ გონიათ რომ ეს ახლანდელია. გაბაშვილები და ესენის თავაზობდნენ სწორედ, ვაკე ისედაც იყო საუნივერსიტეტო ადგილი, ოღონდ მაშინ გერმანელებს ეკავათ და თავაზობდნენ სწორედ ამ საბურთალოს, სადაც ახლა ეს არის სამედიცინო ინსტიტუტი და ის საავადმყოფო, ხო? და მე მართლა ასე შეიკრა ეს წრე. ამიტომ არის ეს სწორედ ამ გამარჯვების ადგილია იმისა, რომ 1918 წელს ჩვენ ავირჩიეთ უნივერსიტეტი, რომელიც გარდა შრომის ბაზრისა არის ასევე ჩვენი შეჭიდულობის ადგილი. იქ ვყალიბდებით ჩვენ, იქ ვსწავლობთ თავისუფლებაზე ფიქრს, ერთმანეთთან სხვადასხვა აზრის შეჯერებას და ამიტომაც არ შეიძლება ამის მოშლა და ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმებ. სავსებით დავეთანხმები იმას, რაც თქვა მაშინ, მე ჩემს მხრივ დავამატებდი, რომ ეს აკადემიური თავისუფლება და ავტონომია უნივერსიტეტის ეს არის ის, რასაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც მაინც დემოკრატია არც ევროპაში იყო წამყვანი ფორმა მმართველობის, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ მაშინაც ესმოდათ, რომ თავისუფალი აზრის გარეშე რაღაცა ახლის შექმნა, წინ წასვლა არის შეუძლებელი. და ეს არის აი ამ ორ დონეზე განხორციელებადი, ერთი რომ მოაზროვნე ადამიანი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, ამას უზიარებს სხვა მოაზროვნე ადამიანებს. ეს არის აკადემიური თავისუფლება, რო თქვას, ხოლო უნივერსიტეტის ავტონომია ეს იყო ერთგვარი ქუდი, რომ ამ ფარგლებში მაინც ეს გარანტირებულია, რომ ეს დაშვებული. ხა ბუნებრივია, რომ ავტონომიამ ძალიან იცვალა სახე. ხა იმ შუა საუკუნეებში რექტორს დაჟდათ შეეძლო პოლიციურ ფუნქციებსაც ასრულებდა სხვა იყო, მაგრამ ჰქონდა ასევე დაცვა, რომ გარედან არანაირი საერო ხელისუფლება იქ ვერ ერეოდა, იქ მთლიანად ხელისუფლებას უნივერსიტეტი ახორციელებდა. ხა ბუნებრივია, რომ დღეს ესე აღარ არის და ავტონომია გულისხმობს იმას, რომ ძირითად თამაშის წესებს უნივერსიტეტის შიგნით ადგენს თვითონ უნივერსიტეტი. ანუ რა ასწავლონ, რა დოზით ასწავლონ. ბუნებრივია, ძალიან ზოგად რეგულაციებს სახელმწიფოს მხრიდან ის იღებს და ექვემდებარება, მაგრამ ის რომ სახელმწიფოს რომელიღაცა მოხელემ მით უმეტეს განათლების საკითხებში ჩაუხედავმა გადაწყვიტოს, როგორი ჯობია იყოს სწავლის ფორმა უნივერსიტეტში, ხო, ეგ პრინციპში არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ხო, მაგრამ არგუმენტი არის, რომ ბაზრის არგუმენტი რა არის, ხო? ან ეგ ის არ არის შემთხვევითი, რომ
კობახიძე უშუალოდ შეხვდა ბიზნეს წარმომადგენლებს, უფრო ადრე ვიდრე შეხვდა უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ანუ რექტორების დონეზე არ ვსაუბრობ, თემს, ხო, საუნივერსიტეტო თემს სტუდენტებს მაგალითად, ხო, ვისაც ეს რეფორმა წესით უნდა შეეხოს, ხო? და ბიზნეს თითქოს ანგარიში ჩააბარა, რომ აი მითხარით თქვენ რა ტიპის მუშახელი გჭირდებათ, ხო, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა მოგიმზადოთ ერთგვარი და აქ უკვე განათლების მიმართ, როგორც ღირებულების მიმართ დამოკიდებულება ჩანს, ხო, რომ ეს განათლება აღიქმება როგორც პრაქტიკული რაღაცა ცოდნა იმისთვის, რომ რაღაცა დასაქმდე მაგალითად და რა ის რომ თავისთავად კვლევა მაგალითად არის ღირებულება, ხო, თავისთავად რომ ცოდნა რაღაცა ამოუცნობის გამოკვლევა არის ღირებულება და შეიძლება მას პრაქტიკული დღეს რაღაცის არ კონდეს, რაღაც მილიონი არ გაშონინოს, ხო, რაღაცა აღმოჩენამ სიტუაციაზე, მაგრამ ის რომ ადამიანის ცოდნა გაფართოვდა და წინ წაიწია და უნივერსიტეტი არის ეს სივრცე, ზუსტად ამით არის ღირებული, ხო, ერთგვარი და ეს როცა არ ჩანს რეფორმაში ცენტრი, რომ აი ჩვენ ვიცით რა არის ღირებულება და ამ ღირებულების გარშემო ვაშენებთ ზოგადად იმ საუნივერსიტეტო თემს, მან უკვე მართლა რთული არის მაშინ თქვათ რეფორმის ძირითადი გული რა არის, ხო, ამ შემთხვევაში და ამიტომ ვფიქრობ სხვა ალტერნატივებზე რა შეიძლება იყოს ამოცანა, ხო? ამიტომ ეგ იქნებოდა ახლა შეფასებით, ჩვენ ვიცით რა არის ოფიციალური გეგმა, მაგრამ ვარაუდობთ რა შეიძლება იყოს ალტერნატიული ნამდვილი მიზანი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის, ხო და აი როცა გავეცანით, თქვათ, ყველანი რა იყო ის, რაც ვიფიქრეთ უმალ, რომ აი როგორც ჩანს ამას აპირებენ, ხო, რა არის ამოცანა. არც დაუმალავთ ისედაც მე ვთქვას, ხო? პირდაპირ თქვეს იმ შენობების გაყიდვაც და ეს კონტროლის დამყარებაც სისტემაზე სტუდენტებისგან დაცლაც ქვეყნის, ანუ ეს ჩემს რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად გახსნეს ამ შემთხვევაში ბრძოლა განათლების წინააღმდეგ, უფრო გაუნათლებლობის რეფორმა შეიძლება დავარქვათ ჩემი აზრით, ვიდრე განათლების რეფორმა. შეტევა უნივერსიტეტზე, შეტევა სკოლაზე, ბაღთან როგორც ჩანს ცოტა მოგვარებული აქვს, მაგრამ ცოტას იმასაც უტევენ ბუნებრივია და აქ მიდის შეტევა, რომ თანაგეუბნება რომ ავტონომიის ჩარევა და მეორე მხრივ ხედავთ ჩვენ უნივერსიტეტებს, სადაც პოლიტიკური ფიგურები არიან რექტორად, ან საპირისპირო საკითხებს და ჩვენ გვესმის რომ აპოლიტიკური უნდა იყოს განათლება და ამ დროს ჩვენ პირიქით ხედავთ რომ უხეში ჩარევა ხდება განათლების ყველა სფეროში და აქ არის უფრო მეტი რომ დაიცალოს სტუდენტისგან ქალაქი დაიცალოს სიძლიერისგან, თავისუფლებისგან და დამოუკიდებლობისგან, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა დაცლილი და თავისუფლება დაცლილი უფრო მარტივი სამართავია, ხო? ის უფრო მეტად შეგუებას გამოიწვევს. თუ არის ხოლმე რომ მაგალითად სტუდენტი როცა ხედავს რომ დიდი პრობლემაა, დიდი ჩიხია და ამ ჩიხში და ამ უფსკულის პირას არის თავის ქვეყანა, დაძახებაც აღარ უნდა. როგორც ადრე იყო ხოლმე ქუძზე კაცი შეიძლება თვითონ გამოვიდეს იქ, სადაც მის ქვეყანას ჭირდება, ხო? შეიძლება აღარ დაჭირდეს შემოძახილი, როგორც შემოძახილს აკეთებდა ჯავახიშვილი თავის დროზე სტუდენტებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს შემოძახილი შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ იმიტომ რომ სტუდენტები იქნებიან გაფანტულები სხვადასხვა მხარეს. ეს გაფანტულობა გამოიწვევს ზუსტად იმას, თან სტუდენტობასაც დაპატარავებულ სტუდენტობას, მოკლე სკოლას, ევროპაში ჩატეხილ ხიდს, ანუ ყველაფერი ერთმანეთს ებმის. თითქოს ხო ბევრი ფრონტიც იმიტოა გახსნილი, რომ ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვიფიქროთ და სხვადასხვა ამბავი ერთმანეთს ისე გადაეფაროს, რომ ჩვენი გონება ვეღარ გაწუდეს და მე რასაც გვეტყვიან, ის ლუკმავ ჭამოთ, ან ტყუილიც იჭმება, ტყუილს ზოგჯერ ვერ ხვდებით, მაგრამ ცუდი გემო აქვს და ჩვენც ამ მივყვებით ამ ტყუილს და ბოროტების მდინარეს თითქოს მივყვებით, არ გულისხმობ რომ ყველა მივყვებით, საერთო მდინარეებას გულისხმობ ამ მიყოლაში. და ეს შეტევები უნივერსიტეტის თითქოს ჩამოცილება იმის ნაცვლად, რომ იმ ადამიანებთან იყოს კონსულტაცია, ვინც უკვე მუშაობს და გაფართოება ხდებოდეს და გაძლიერება იგივე კვლევები ვახსენეთ, ხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების წინსვლისთვის, ყოველგვარი კვლევებისგან დაცლილი გადაწყვეტილებები ჩნდება. ხო და ამ გადაწყვეტილებებსაც ამ ხელს დააზიარებს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განათლებისგან ამ შემთხვევაში და რეფორმისგან არის შორს. ანუ აქ ისევ ალოგიკურია, ისევ სტუდენტებთან ახალი ხიდჩატეხილობის თემა იშლება, რომ თითქოს სტუდენტებთან და მასწავლებლებთანაც, რომ პროფესორებთან, ლექტორებთან, რომ ერთმანეთი ვეღარ ნახონ, არ იყოს, ანუ ეს მარტო პრობლემა არ იქნება ჩემი აზრით მარტო სტუდენტისთვის, იმიტომ რომ ყველა ლექტორი ხო ვერ შეძლებს რომ წავიდეს რეგიონში სასწავლთან, არჩევითობას უკარგავ, რომ იქ იქნება მარტო კონკრეტული სპეციალობა, ხო? მე იქნებ ვერ ვახერხებ იქ წასვლას, ხო? ვერ შევძლებ, აქ იქნებ
აქ ცხოვრობდა, აქ ვული, აქ მუშაობ, ანუ უკარგავ გზას უკეტავ და კიდევ ერთხელ მიყავს ადამიანი დაქვემდებარების. კიდევ ერთ-ერთი ესეთი ახლა რთული პროექტი და პროგრამა, რომ თითქოს ორგან არ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა და მე თვითონ არა რეპეტიტორს არ ეხება, მაგრამ შენ გეხება. ისეც რომ ბუნდოვანება იყოს, რომ შენ არ გეხება, მაგრამ დღეს არ შეგეხება, შენ ხარ შეგეხოს და თითქოს თავს იზღობს ადამიანი, არა, მე არ მეხება. ანუ ესეც ხო რაღაცნაირ ფარსია და სიყალბეა, რომ შენ თუ არ გეხება და შენ თუ დღეს კარგად ხარ და შენ მეგობარს, მეზობელს სამართალს რო ეხება და ტყუილს რო სახეზე გაფარებენ, იმ ტყუილს ხო შეიძლება რომ შეხედო თვალებში და დაინახო რაც ხდება, ხო? შენი კარგად ყოფნა და მარტო შენი პირადი კარგად ყოფნით ხო არ განისაზღვრება. მაშინ ადამიანობას იქ კარგავთ და რაღაც ვასწავლით მაშინ ჩვენ. რა აზრი აქვს ჩვენ სწავლას, ვის ვასწავლით? რა უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს, სტუდენტს რა უნდა ვასწავლოთ, ხო? ის საგანს თვით სწავლა ეხლა ხო თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია, ხო? სოციალური ქსელებით, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით შეიძლება თვითონ მიიღოს ჩვენზე უკეთესი ცოდნა, რაც შეიძლება ჩვენ გავუზიაროთ. მაგრამ ჩვენ რაღაც ცოტა ადამიანური მომენტებიც უნდა ვასწავლოთ, ცოტა ადამიანობაც უნდა ვეცადოთ რომ გავუზიაროთ და აქ მიდის პირიქით რომ დაიცალოს ადამიანობისგან, თავისუფლებისგან და გამოხატვისგან. იმიტომ შორის გამოხატვა დაფანტულობა მე შეკვრას ვეღარ შეძლებს და ისევ იქნება რომ თითქოს მე შენს ავტონომიას ვზღუდავ, შენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მაგრამ ამ დროს არ ვზღუდავ, შეიძლება გითხრას, მაგრამ ამ დროს ვხედავთ რომ სხვა უნივერსიტეტის თავისუფლებაში უკვე ჩარეულია, უკვე კარგად ფესვგადგმულია და უკვე სიყალბეს ხედავთ და სტუდენტიც უკვე რო ხდება, უნდა აირჩიოს რომ სად წავიდე, არა იმიტომ მხოლოდ რომ სად არის ჩემი ფაკულტეტი, იქ ვინ არის ხელმძღვანელი, იქ როგორ წავიდე, იმ უნივერსიტეტში როგორ წავიდე, მხოლოდ წარსულისთვის, ის წარსული ხო ქრება და თუ სკოლაშიც რო ასწავლი, ხო, შეიძლება ხსმენია და არა მარტო სკოლაში, სოციალურ ქსელებშიც გაივსო და ბავშვების სამეთყველო ენაშიც თითქოს იუმორით შემოვიდა ესეთი ფრაზები, რომ ბუნება, ტვინის გადაბრუნება და კიდევ არის ისტორია წყალში გადამისროლია. თითქოს არის ძალიან მარტივი. ერთი შეხედვით, ხო, იცინიან ამაზე ბავშვები. მაგრამ ესეც ხო ბავშვის გამოგონებული არ არის. ესეც იგივე ნაბიჯით არის მიწოდებული, როგორც ანეკდოტებს ვიცვენდით ხოლმე ჩვენ სეპარატისტულ ანეკდოტებს, ერთმანეთს რო გადაკიდებოდა სვანი, მეგრელი, გურული, ის ვითომ სულელი იყო, ის ვითომ სული გინებოდა, ის ვითომ აფერისტი იყო და ერთმანეთი რო შეგვზიზღებოდა ქართველებს. მეტი არაფერი დანიშნულება არ ქონდა იაფასიან ანეკდოტებს. იგივეა აქაც, ვითომ უწყინარი რაღაც, რომელსაც ბავშვი მეორებს და ამბობს, რომ ისტორია წყალში გადაუსროლია. რა მაგარია, რა გვინდა ისტორია, ხო? კარგად არ უნდა ვისწავლოთ. იმიტომ თუ ისტორიას ჩავხსნით ჩვენ სწავლებისგან, ამიტომ გვაქვს მე და განათლებას თუ ჩავხსნით, ხო? ეს დადუმება, ეხლაც როცა ვინც ხმაურობს განათლება, ეხლა ხო, ძირითადად განათლება და აზროვნება ხმაურობს. ამ განათლებას მოაქვს ეს აზროვნება. ცარიელი განათლებაც ცოტაა ამისთვის და აი ამის ჩაქრობა უნდათ ამ შუქის, რომელიც ხო, მაგრამ თქვათ ეგ არის ამოცანა. თქვათ კი არა, ვიცით რომ ეგ არის ამოცანა, ხო? იმიტომ რომ მართლა თქვათ განათლებული კლასი საშუალო ფენა დავარქვათ, ხო, სიტყვაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აქტიურობს და ანუ ხალხი რომელსაც აქვს რეალური ცოდნა უპირისპირდება სათანადოდ, ხო? თქვათ ამ ხელს იცრუე, სადაც საჭიროა ადეკვატურ დონეზე, თქვათ კავშირები აქვს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდრო კავშირები დაყარდა აკადემიურ წრეებს შორის და ასე შემდეგ. და თქვათ რეჟიმა გადაწყვიტა, როგორც ყველა რეჟიმა, რომ აი განათლება დავაკნიოთ. ეს პაკეტი, რაც ახლა შემოსული აქვს, ხო? რამდენად რეალისტური გონიათ, ანუ ცოტა რომ ვიმარჩილოთ, იმიტომ რომ ახლა თქვათ როგორც ავხწერეთ, ხო? სტუდენტობა არ არის და ყველას ვისაც უნივერსიტეტთან ქონია შეხება, არ არის უბრალოდ აუდიტორიაში შეხვედი და ჩაატარე ისე მოისმინე ლექცია. ისე როგორც პროფესორა არ არის ეგ, ხო? ანუ სწავლება არის დაკავშირებული იმ ქსოვილთან, სადაც ასწავლი, ხო? თქვათ კვლევით საქმიანობა, როცა გეგმავ ახორციელებ, რა თქმა უნდა, დედაქალაქი პირობითად თუ იმ ქალაქში არის უნივერსიტეტი, შენი საკვლევის სივრცე პირველი და უშუალო არის ის გარემო, სადაც შენ იმყოფები, ხო? სტუდენტი ნიშნავს საცხოვრებელს, ნიშნავს დასაქმებას, მაგალითად, რა თბილისში უფრო მეტი საცხოვრებელი შესაძლებლობაა და პლუს ამას დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტურის, ესეც ფაქტი არის, ხო? და ზოგადად ის, რომ ქვეყანაში არის ეს ცალმხრივი მობილობა თბილისისკენ, ესეც ფაქტი არის. თუ ვინმეს უნდა
თქვათ თბილისის გარეთ ცხოვრება, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ იქ უნივერსიტეტი არ არის. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო აკეთებს და აიძულა ადამიანები ამ თქვა, რომ აი გერმანიაში თუ დადის ადამიანი 1 საათის მანძილზე მოშორებით უნივერსიტეტში სასწავლებლად ან სწავლებისათვის, რა მოხდა რომ ქართულმა წიაროს. ეხლა ეს ხო აბსურდი არის, როცა გერმანია საქართველოს არ არის. ამიტომ მრავალი მხრივ, ანუ ამოცანა გასაგებია სიტყვაზე, რომ მოდი განათლებულ კლასს დავარტყოთ, ან განათლება გვიშლის ხელს თქვათ მართვაში. მაგრამ აი ეს თქვათ 10 თუ რამდენი პუნქტიც არის შემოთავაზებული, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩემი ცოტა შეთქმულების თეორიის ამბავი არის, რომ ძალიან სხვა ამოცანა შეიძლება გქონდეთ, ამათიდან სიტყვაზე 8-ზე თქვან, რომ აი რავი საზოგადოებას ვესაუბრეთ და რამეს ის განახორციელონ, რომელიც უნდა რაც ხშირად გაუკეთებიათ. ანუ გვაბნევენ ბევრი რაღაც შემოთავაზებით და მერე აკეთებენ მხოლოდ ერთს და დანარჩენ დროს სიტყვაზე აი უკან დახევათ ასაღებენ, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ამბავში გვინახავს, ხო? იმიტომ რომ ჩემთვის ტექნიკურად უბრალოდ შეუსრულებელი მისია არის, რასაც გეგმავენ. თქვენ უფრო ჩახედული ხართ თვითონ სისტემის იმაში, ხო, სირთულეში, იმიტომ რომ ადმინისტრაციის დონეზე იცით ეს საკითხი. შესაძლებელია საერთოდ რაც გეგმავენ, ანუ აი თეორიულ დონეზე მაინც. არა, ხაშურის აი თავარი ამ რაღაცა კონცეფციად წოდებულ დოკუმენტს სამგვარნახევრიას აი ეგ განვარჩევს, რომ ეს აი აბსოლუტურად შეუძლებელი. აი წარმოიდგინეთ სახელმწიფო, რომელმაც წლების განმავლობაში განავითარა ეს სისტემა, როგორ უნდა უნივერსიტეტებმა როგორ უნდა გააკეთონ პროგრამა, გააკეთონ ბაზრის კვლევა, მერე მოიწვიონ სპეციალისტები, ნახონ, შეადგინონ რაღაცები, მოამზადონ და მერე ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელსაც ჩვენ პროგრამის ზუსტად ისევე უცხოელი ექსპერტები აფასებენ, ქართველ ექსპერტებთან ერთად, როგორც სხვა ქვეყანაში, ხო? მთელი სისტემა შეიმუშავა და ეს სისტემა იმას აქვს ნაკალი, იმიტომ რომ იყენებს სახელმწიფო იმას მათ შორის, როგორც ილეონის შემთხვევაში, პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, მაგრამ ის სისტემა თავიდან ბოლომდე არის აწყობილი დასავლეთ. ახლა უცებ გამოაცხადა, რომ თუ კი ვთქვათ, ერთი პროგრამის რო შეიტან აკრედიტაცია, რომ გაიოს ნებართვა, რომ კონდეს განსახორციელებლად, ამას 6 თვე სჭირდება ყველაზე ცოტა და წარმოგიდგენთ თითო უნივერსიტეტში 19 უნივერსიტეტია, ხო, დაახლოებით ჩვენთან აი 180-ზე მეტი პროგრამა სხვადასხვა საფეხურის. და ახლა თურმე ეს პროგრამები უნდა დაშალონ, ყველა რაც არის ყველა დანარჩენ 19 უნივერსიტეტში უნდა დაშალონ. ანუ საკუთარ თავს იუქმებს ამით სახელმწიფო. ხო, ამბობს, რომ მე გავაუქმე ყველაფერი, რასაც აქამდე ვქმნიდი. და აი გეგმა და ამაში უზარმაზარი რესურსი და ენერგია ჩადებული. რანაირად უნდა დაშალო, თქვა, ამდენი პროგრამა და მერე აი სადღაც ზემოდან სამთავრობო კომისია ან ნებისმიერ კომისია ვისაც არ უნდა დაავალონ, თქვა განათლების სამინისტრო. ხო? წლების განმავლობაში კლასტერებად რო გადიხარ ამას, ახლა ყველა ერთად როგორ უნდა შეკრა. ეს არის მხოლოდ ქაოსის გამომწვევი და რაც თავარია, ეგ არის დამანგრეველი. ამას ვერ განახორციელებ, მაგრამ ერთი საშიშროებაა, გააფუჭებ. და მით უმეტეს თუ კი თქვა გაცხადებულად ამბობ, რომ არაფერს რო არ ნიშნავს იმ შენობებს გავყიდე, ჯერ ეგრე არ არის ის. არა თუ არაფერს ნიშნავს, წესიერად იმ უნივერსიტეტში მუშაობს ბატონი კობახიძე და რა ვიცი, ხო, კეთილის ყოფილს აუცილებლად უნდა ეთქვა მისთვის, რომ აგერ წიგნები გვიდევს, რომელშიც წერია, რომ ეს ასე არ არის. ის საუნივერსიტეტო სუბკულტურა, ანუ ეს საუნივერსიტეტო რკალი, აი ვაკეს საბურთალო, რაც მოხაზულია, ეს ასე იყო მართლა ჩაფიქრებული. და წარმოიდგინეთ, რომ მთელი ამ ყველაფრის გაფუჭება შეგიძლია და თუ ამას გაყიდი, ხო? მე ხა რომ შეცვალო. ამას ხო ვეღარ ხაერში ხო ვერ გახსნია რა უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოდის ეს ყველაფერი უნდა გააფუჭო. თქვენ სამობთ გაყიდვა არის ამოცანა. გაყიდვაც არის ამოცანა. პირველადი ამოცანა უფრო გაყიდვა. გაყიდვა არის ამოცანა ეს ითქვა და მეორე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ვთქვათ, რა ვიცი, მას სპექტრომეტრი, რომელსაც აკანკალებს ჩვენი პროფესორი ბაჩო სოლომონია და იმისი ხელოსანი არ არის საქართველოს ინჟინერი ჩამოყვავს, როცა რამე სჭირდება მიდან თურქეთიდან ან ევროპიდან. და ამას რო ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ სახელმწიფოში რო ტენდერებს იგებს ხალხი და მერე ის ხალხი რომ ეს ახორციელებს, წარმოიდგინეთ, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფულით სკოლები და ბაღები ვერ ააშენეს, უმარტივეს ინფრასტრუქტურა, უმარტივეს. და ისინი ახლა ამლაბებს ააშენებენ. გაყვანილობა ვერ გაუკეთებიათ იმაში პარკებში ისე რომ ბავშვები არ
ტრაგიკულად არ დამთავრდეს ეს ყველაფერი. და ესენი ხო ამ ურთულეს ინფრასტრუქტურისთვის ააშენებენ ახლა. ეს ხო ნიშნავს, რომ დაიკარგება ეს ყველაფერი. და ამიტომ არის წარმოუდგენლად მიუღებელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის და ვერც მიიღებს. მე ხაშეს ძალიან სიმპტომატურად მეჩვენა ის, რომ რა ვიცი, აი თითქმის არც მინახავს აი საუნივერსიტეტო წრეებიდან ერთი-ორი ადამიანისა, იმათაც ისე თქვეს, იმათიც ძალიან გამეკვირდა, რომ რეფორმა კი კარგია, მაგრამ შედეგიც უნდა ვნახოთო. მე ვერ წარმომიდგენი ამ რეფორმის სხვა შედეგი. ანუ მთელი წლები, რასაც აშენებ, აი ამ დამოუკიდებელ საქართველოში, ის ყველაფერი თქვენ ახალში დაანგრიოთ ან ახალი ააშენო. წარმოუდგენელი. და ამიტომაც იმის მიუხედავად, რამდენად ისმის ახლა დღეს ამ საუნივერსიტეტო საზოგადოების ხმა, ისინი ამას აუცილებლად გააპროტესტებენ. 19-ვე უნივერსიტეტს გულისხმობთ. კი. 19-ვე უნივერსიტეტს გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ყველას ეხება. და რაც თავია, აი თქვა წარმოვიდგინოთ, რომ რუსთავში გადავიტანეთ ეს უნივერსიტეტი. რანაირად განტვირთავს ეს თბილისი, ხო? სტუდენტები, რომლებიც სწავლენ და იქ ისწავლენ, იმათ ხო პირიქით გაურთულდებათ, იმიტომ რომ სად არის რუსთავში ამდენი სამსახური? ისინი მუშაობენ თბილისში ყველა, ხო? რანაირად განტვირთავს ეს ქალაქი? ან თქვა 4 სართულიან შენობას რომ გაყიდიან ილეს უნივერსიტეტში, ხო? მე იქ რო 70 სართულიანი აშენდება, ის როგორ განტვირთავს ქალაქს? სტუდენტები თან როგორც წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და იმ 70 სართულიან შენობაში თითოეულ სართულს 20 მანქანა აქვს, ხო? პირიქით ეს უფრო დაგვრჩას. ამ რეფორმას ის უბრალოდ ვერც გაანალიზებ, იმიტომ რომ ის არის ერთი ქართული საუნივერსიტეტო ტრადიციის სრულიად საწინააღმდეგო. რაც გვაქვს ის ტრადიცია, ხო? იმიტომ რომ პრინციპულად აი წაიკითხო ჯავახიშვილის სიტყვა უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით, ნახავთ, პრინციპულად ეწინააღმდეგება იმას. და მეორე ეწინააღმდეგება ზოგადად საუნივერსიტეტო განათლების იდეას. რომელ აკადემიურ თავისუფლებაზე და ავტონომიაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ კი თქვენ მიზევიდან განმისაზღვრავთ, რომელი პროგრამა უნდა გქონდეს მე და რომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს, ხო? მე მეკითხა მაგის განხორციელების გას, მაგრამ საშიში არის ის, რომ შეიძლება დაანგრიო და გააფუჭო. მე დაუბრუნდები თქვენს მოკითხვას შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით, ახლა მეც გამიჩნდა ეჭვი, რომ უფრო იმას გავს, რომ აი ორივე მხრივ როგორ უნდა დაიჭირო, 6 დაიჭირო და 4 გაუშვა. ესე იგი რაღაცეები დაგვემუქრნენ, მე გაგვეხარდება თუ რაღაცა ჩამოაკლდება მაგას და ნუ რაც გულით უნდათ. ანუ ეს ვარიანტი რასაკვირველია არის. მაგრამ მეორე მხრივ ჩემი მწარე გამოცდილებით ვიცი, რომ როგორც წესი ეგეთი რაღაცეების მიღმა დგას პირველ რიგში არ წოდნა. და ესე იგი რაღაც ახირება ძალიან მარტივი სურვილი, რაც განცხადდა კიდეც ეს გაყიდვის და კონტროლის და ცენტრალიზების შეიძლება ამის მეტი არც არაფერი და ნუ პროცესი როცა წარიმართება, გზადაგზა რაღაცებს დაინახავენ, შეეცდებიან რომ ეს შეინარჩუნონ ძირითადი მიზანი და ნუ დანარჩენებზე შეიძლება რაღაცა გარკვეული ის იყოს, ან შეიძლება ესე წარიმართოს. ახლა თავისთავად სრულიად მიუღებელია ეს და არა მარტო იმიტომ რომ რაღაც თავისუფლებებს ზღუდავს, ახლა შეიძლება ბევრისთვის ეს ისეთი არსებითი არც იყოს, ხო? ციფრში სრულიად ამოვარდნილია კონტექსტით. იმიტომ რომ დღეს რა არის განათლების სისტემის, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ეს არის სწრაფად ცვალებად ვითარებაში არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარი. და პრინციპში ეს უნდა გადანაწილებული იყოს, მოდიოდეს სკოლიდან და იმ სკოლაშიც მე-12 კლასის დამატება ისე შუმერშიც 12 წლიანი სკოლა იყო. ანუ იმათაც ესმოდათ, რომ რაღაცა გარკვეული ასაკი არის, როდესაც ადამიანი არის რაღაც ტიპის ინფორმაციის შეთვისებისთვის მზად, არის ასაკი სხვა ტიპის ინფორმაციისთვის და მე ვთქვათ, ის ევროპული 12-13 წლიანი სკოლის მიზანი რა არის, რომ იქ ბოლო კლასებში ხდება
მეტნაკლებად ორიენტირება პროფესიაზე, გამოკვეთა ინტერესების მიმართულების შერჩევა. ამას ებმის კი ბატონო ეს 3 წლიანი ბაკალავრიატი, რომელიც არის უკვე შედარებით სპეციფიური სწავლება. ეხლა შენ ამასაც მოაკლო, იმასაც მოაკლო, გამოდის რომ პირიქით ამ ბმას ტეხავ და უბრალოდ ამცირებ დროს. ეხლა მეორე კიდევ უმაღლეს განათლებაში დღეს პროფესიული განათლება აღარ არის ყველაზე არსებითი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესია დღეს არც ვიცით რომ როდის შეწყვეტს არსებობას, ხო? ხა განსაკუთრებით დააჩქარა ამ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს. ხა სულ ფიქრობთ იმაზე, რომ როგორ შევცვალოთ დავალებები უკვე აკრედიტებულ პროგრამებში იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს სტუდენტებმა თან გამოიყენონ, მაგრამ გონივრულად. ანუ არც უმალავთ რომ არსებობს ბუნებრივია და ვერც დაუმალავთ ახლა ის ჩემზე ადრე გაიგებს რაღაც ტექნიკურ სიახლეს, ხო? ესე იგი ამ ვითარებაში რასაკვირველია მაქსიმალური თავისუფლება უნდა იყოს და აი ეს უნივერსიტეტში განათლება სადაც არის ყველაფერი ერთად და სტუდენტს შეუძლია თვითონ შეიდგინოს რაღაცა პროგრამა, თვითონ აიღოს რაღაც დოზით პასუხისგებლობა და ჩვენ ვურჩიოთ გონივრულად, რომ აი ეს ამასთან შეიძლება გამოგადგეს. პროგრამები ისე გადაეწყოს, რომ ესე იგი მოვამზადოთ მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ექნება მზაობა ცხოვრებისთვის. ხო, ხა ამაზე განათლების ექსპერტებს შორის დიდი ხანია არის ლაპარაკი, ეს ძალიან ჭრაჭუნით ეს იდეა ჩვენთანაც აღწევს. უბრალოდ ამ დისკუსიაში რატომღაც დამაკლდა გულს, რომ ამაზე ესე მკაფიოდ არ თქმულა. თუმცა მე მგონი ყველა ამას გულისხმობთ და ამ ხიფათსაც ყველანი ვხედავთ. ანუ აქ არ არის ლაპარაკი მარტო იმ პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიმე პარტიის თუ მიმდინარეობის. იგი აქ არის, რომ ეს სურვილი ზედმეტი კონტროლის იწვევს იმას, რომ არსებითად ამის მიზანს ამრუდებ და აუქმებ. მაშინ სულ დახურე და როგორც იყო იმ უნივერსიტეტის გახსნამდე გაუშვი კაი სტუდენტი უცხოეთ სასწავლებლად და თქვათ ეგ უფრო იაფიგზაც იქნება და ეფექტიანიც ვიდრე ის რომ აქ ეს წვალებით რაღაც კონდიციამდე მიყვანილი კი ბევრი ხარვეზი აქვს და ბევრი რამე აქვს კიდე გასასწორებელი, მაგრამ ეს რაც არის ალბათ თუ კარგად და შეიძლება ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე ცუდი სფერო. ნამდვილად. ხო, ეს დაანგრიო მოსპო და სხვა შეს ყველაზე მეტად ინტეგრირებული დასავლურ სამყაროს. ამ უამრავ ხალხს შეუქმნა პრობლემა ყოველდღიურიც და სამომავლოც, ხო? დრისთვის. იმისთვის რომ შენობა გაყიდო და იმ შენობაში 1000 ის არის ხელსაწყოა, წიგნია, ტრადიცია, რის გარეშეც ეს არ ფუნქციონირებს. ხა რატო ვერ იმუშავა ქუთაისის უნივერსიტეტმა? ინფრასტრუქტურა ალბათ ყველაზე კარგი აქვს, რა. მაგრამ არ არის ის ტრადიცია. რაღაც იმ გერმანულ უნივერსიტეტში შუა საუკუნეებიდან რომ ვიღაცა ასწავლიდა და ის იენაში რომ ჩავდივარ, ის მუზეუმში რომ პროფესორები კიდია, ყველა სახელი რაღაცას მეუნება იმ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე. და გასაგებია რომ იქ მიგიწევს გული. და ხა რაღაც ახალი ლამაზი შენობა, რომელსაც არავითარი ტრადიცია არ აქვს უნივერსიტეტობის. ხა იქ მარტო ხელფასიდან, მარტო სტიპენდიით ვერ შეიტყუებ კაცს, ხო? ისე რომ აქ ესენი თუ მოსპე და დაშალე და ეგ პრინციპში მარტივი გადაწყვეტა არის, ესე იგი, ბევრს მოსდის ეს აზრი, ვინც არ არის საქმეში ჩახედული. ხა ვარდების რევოლუციის მერეც იყო ეს აზრი. არ ესე ხმამაღლა არ თქმულა, მაგრამ რაღაც სამეცნიერო წრეებთან, აკადემიურ წრეებთან ამაზე იყო საუბარი. შენობების გაყიდვაზეც, გაერთიანებებზეც, მაზეც, მაგრამ მაშინ პრინციპში გავაგებინეთ, რომ ეს მავნეა, გაიგეს და ის რომ ჯანსაღი კონკურენცია ჯობია ვიდრე ერთი ცენტრალიზებული უნივერსიტეტი. ეს პრინციპში იქნა სწორად გაგებული და აღარ გამოტანილა ესეც საჯარო განსახილველად. რომ მოდი ყველა დავხუროთ, ან ყველა ისევე მას შეუერთოთ ესე უსან რაღაც პირიქით. იქ ეს საჭიროება და ხიბლი იმისი, რომ რამდენიმე წესიერი არსებობდეს და იმათ ერთმანეთი წინ წაწიონ,
ჯანსაღ კონკურენციაში. ასეც ხდება, ხო. მან აი ტრადიცია რამდენჯერ მეახსენეთ ხო პრინციპში და ერთ-ერთი არგუმენტი ესენი ხო რაღაცა შერჩევითა ტრადიციონალისტები არიან ხოლმე რა, ანუ როცა უნდა დიდგორზე რეფერენსს აკეთებენ, როცა უნდა ერეკლეზე და როცა უნდა სტალინზე, ანუ ვინც აწყობთ იმ მომენტში იმისკენ იშვერენ ხელს და ამ გაერთიანებაზე როცა ტრადიციაზე, უნივერსიტეტ ტრადიციაზე ამბობენ, აი ამ ვაკის საბურთალოს რკალზე კი არ საუბრობენ, ან თქვათ რაღაცა ილიას უნივერსიტეტი, ან თქვათ მანამდე რაც იყო, ხო? ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, რომელიც არის ასევე ხო, ან პედაგოგიური, რომელიც არის საფუძველი ილიას უნივერსიტეტის თავის დროზე. საუბრობენ რომ ადრე იყო მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ანუ მიდიან 1918 წელს და იქ ერთ უნივერსიტეტს ნახულობენ და ამბობენ აი რა პრობლემა არის. ხო იყო ერთი და ეგ არის ჩვენი ტრადიცია. შესაბამისად ტრადიციას აკადემია იყო, ფაზისის რეტორთა სკოლა, ხო? ანუ რომ უნდეთ ხო? ერთ დროსაც ხო იყო გელათი და იყალთო ეგრეც თუ არის. ხო. ერთი მართლა ეს საგანმანათლებლო ცენტრი დღეს არის იდეა. ხო. იდეა თუ არ არის რომ შეიქმნას ის და იმ იდეის განმახორციელება იქ ვერ კეთდება ეგ. აი ლევანი რასაც ამბობდა, ხო წარმოუდგენელია დღეს ჩათვალო, რომ ესენი რაღაცა დაზგასთან ხო არ მუშაობთ ჩვენ და მიხვალდა იქ ინსტრუქცია წერე და იმის მიხედვით დაატრიალებ. ხო, ეს სამეცნიერო ჯგუფები არიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან თამაშებულები და შეამხანაგებულები, ხო? დღეს იმდენად შეიცვალა ცოდნის შექმნის გარემო, რომ აი წაღან ლევას მეუბნებოდი, რომ ბატონი თამაზ გამყრელიძის და ივანოვის შემდეგ ქართველურ ენათა წარმოშობის შესახებ მაშინ დაიბეჭდა Science-ში და ეხლა დაიბეჭდა Nature-ის ჟურნალში, ოღონდ ის დაბეჭდა პოპულაციური გენეტიკის პროფესორმა ლექსო გავაშენიშვილმა. გესმის, იმედენად შეიცვალა, იმიტომ რომ ის ბაიაზური მეთოდი, რითაც იკვლევენ და მეორე სტატიას ახლა აკეთებს არქეოლოგი რა ქვია მაგას, ნიკა წიქარიძე, გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან ერთად. ხო, ის გამყინვარებას სწავლობს და იმის მოდელირებას აკეთებს და ამას კიდეც აბსოლუტურად ამათ რა წარმოდგენა მართლა ვერ ხვდები. ეს არის აი რაღაცა არ ვიცი ამას რა ქვია რა, მე-18 საუკუნეში პრუსიული მიდგომა არ იყო. როგორ წარმოუდგენიათ, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ეხლა მე თუ დავყოფ ამას დარგებად, დღეს რანარჩიება ლინგვისტმა იმუშაოს, რა ვიცი მე, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამისტის გარეშე, ვერ იმუშავებს, არ არსება, საკვლევი მასალა აღარ ექნება. ხო? და ეს რაღაცა არ ვიცი ხა ამდენად არაპროფესიონალიზმია ესა, რომ ვერ წარმოიდგინო, რომ არ შეიძლება ასე დარგების მექანიკურად დაყოფა. თან იმას გავს, საკუთარი ტოტის მოჭრას გავს, რომელთაც ის რომ გონია რომ თვითონ პრობლემა არ ექნება ამით, იმიტომ რომ შეიძლება თავით მოშვილება აქ არის და ამ უნივერსიტეტში არ შეეხება, მე მშვიდად ვიქნები, მე კარგად ვიქნება. აი იმას ვერ ხვდებიან კიდე რომ ეს პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც და არა მარტო პროფესორ მასწავლებლები, ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც იმის გამო რომ ჩუმად არის არ ნიშნავს რომ ბევრის შემთხვევაში რომ ის კმაყოფილია რაც ხდება იმით, იმიტომ რომ თავჩარგულია საქმეში და ვერც კი ასწრებს რომ სხვა რამე გააკეთოს. ესეც ალბათ ერთ-ერთი ნაწილია იმის რომ უნდათ რომ ესე იყოს, მაგრამ ეს მასწავლებლები აწევენ თავს, სულ თავჩახრილი არ იქნებიან, მით უმეტეს თუ საქმეს შემოუცლიან გარშემო. ხო, ის შეხედავს რომ ის ხე რომელსაც ტოტიც ჰქონდა და ნაყოფიც ჰქონდა და ფოთლებიც ცარიელს უტოვებენ იმას და არ დარჩება თავჩახრილი ყოველთვის მასწავლებელი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან დიდი გადინება ხდება ამ პროფესიიდან. ძალიან ბევრი მასწავლებელი აქვს, რომ აი მალე წავალ, ზოგი უკვე წავიდა, თითქმის ყოველდღიურად ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი პროფესიიდან სხვა პროფესიაში გადადის. და ეს თითქოს არაფერი ვითომ ერთი შეხედვით, მაგრამ ზოგისთვის მე ვინც მიდის ამ პროფესიაში თავშესაფარივით ხდება, რომ აი გონია რომ მარტივი პროფესია და მოდი რა მორჩილად ვიქნები და ხმას არ ამბობ, ჩუმად ვიქნები, მაგრამ მე რას უზიარებ, ანუ ცოდნის მიცემა ხო არ არის მარტო გამოცდების გაზიარებაა და ამ ცოდნასაც გამოყენებამდე როგორ ასწავლე, როგორ გამოიყენოს, ხო? ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად აი რაც ნინო თქვა, რომ არ მოხდება, აი შეიძლება მართლა გააფუჭონ რაღაცა, იმდენად გააფუჭონ, რომ თვითონვე აღმოჩნდნენ ამ გაფუჭების. ასაც სამბობდა ამას და არა გაკეთებს. მამარდაშვილი ხშირად რომ იმეორებდა, რომ თევზი თავიდან პებაო და ისე აწყობდა ხოლმე თავის ერთ-ერთ მსჯელობებს, სადღაც მანდ მივდივართ, რომ შეიძლება თავისი და მოიჭრან ტოტები და ეგონოთ, რომ არ ხდება ჩემს გარშემო არაფერი და ამ დროს მასწავლებლებს აქვს ხმა. უბრალოდ არის მის ჯერ სამწუხაროდ, როგორც ილია ბევრჯერ გვეუბნებოდა, რომ
როზღა გვიღირსო ჩვენ გაღვიძებაო და ვერ გავიღვიძეთ ჯერ როგორც ერმა. პატარა საზოგადოების პატარა ნაპერწკალს ღვიძებს, თუმცა ის ნაპერწკალი ცოტა არ არის. იმიტომ რომ ერთი სულის შებერვა უნდა რომ ის ნაპერწკალი გაღვივდეს და რაღაც აგიზგიზდეს და გაანათოს, მზესავით ანათოს. ხო მე არ გულისხმობ ამაში დიდ პათეტიკას, რომ აი გააფწყინდეს იბერია და საქართველო გაანათეს. წლები დაჭირდება იმას, რომ ქვეყანა ისევ ქვეყანას და რაღაცას დავემსგავსოთ, განვითარდეთ და განათლებით, შრომით, პროფესიით. ჯერ ეს დაყოფა დეინსტიტუციონალიზაცია, ვერასდროს ვერ ამბობ ამ სიტყვას, გასვლა ქალაქიდან, ხო? ერთი მხრივ გამოიწვევს იმას, რომ პროფესიებიც შემოეცლება გარშემო, ხო, ადამიანებს. ანუ მარტო პროფესიიდან გადინება კი არ იქნება, აი სტუდენტების დასაქმების ამბავიც თქვით, ხო? ანუ აღმოჩნდება, რომ გაუთავისუფლებთ ადგილებს ისევ რუსებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში ცხოვრონ, ან სხვა ეროვნებას. იმიტომ რომ როცა დაიწყო ჩამოსახლება, ჩამოსვლა ხშირი რუსებმა, მაშინ იყო ესეთი სტუდენტი ვეღარ შეულობდა ბინასკირისთვის, ფასები გაძვირდა და ისევ ქართველი გეუბნებოდა, რომ რა ვქნა, რამდენი რუსი დადის და აბა რა გავაკეთო, ხო? და ეხლა გაუმარტივდება მიქირავება, იმიტომ რომ აღარ არის სტუდენტი და რა ვქნა, აღარ დადის ქართველი. ქუჩაში რო დავდივარ, უფრო ხშირად ქართულზე მეტად, ზოგჯერ ერთხელ თქვი, რომ ქუჩაში რო დავდივარ, საკუთარ თავს ხმამაღლა ველაპარაკები, ზოგჯერ რომ ქართული გავიგონო. მართლა გულწრფელად არის უბნები, სადაც სულ რუსული ისმის. შეიძლება გაგიშთ და ამ დროს საცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შენ ენაზგა თუ ვამბობ ჩვენ ენა მამულის არწმუნება და ამას როგორც სადგრძელო ვაბრახუნებთ, ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ენას გართმევდა ზუსტად ის რუსი, როცა წკიპზე ვიყავი და 78 წელს ძლივს გადავრჩით, რომ ენა შეგვენარჩუნებინა, ამ მიწას გართმევდა, ამ სარწმუნებას გართმევდა, რომ ავტოკეფალი ამდენჯერ გაგიუქმა და თავზე გადაგიარა და გადმოგიარა მე შენ ეკლესიянат, რომ დაგინგრია და ხან საძოვრებად, ხან კინოთეატრად რო გადაგიკეთე ეკლესია, ხო? და სად არის ის, რომ თითქოს ლოზუნგებს მივყვებით ჩვენ? მაგრამ აი ლოზუნგებისგან დაცლა უნდა ვასწავლოთ, აი იქ იყო ლაპარაკი, რომ აზროვნება უნდა ვასწავლოთ ჩვენ. ერთხელ მკითხა ჩემო მეგობარმა, რომ მაინც ვერაფრით ვერ გავიგეო, მაინც რას ასწავლია. მე უთხარი, რომ მეც დავფიქრდი ნეტა რას ვასწავლით და უთხარი, რომ ფიქრს ვასწავლით. და რეალურად მართლა იგა, რომ ფიქრის საღერღელის აშლა უნდა ვასწავლოთ ჩვენ მოსწავლეებს და ჩვენ სტუდენტებს, თორე და ეს უნდათ რომ გაქრეს, რომ პროფესიიდან გავიდეს ის ადამიანები, შეავიწრონ, რაღაცა კუთხეში მიაყენონ, რაღაცა შეუზღუდონ, რაღაცა დაბრკოლებები შეუქმნას, რომ გაიქცეს, წავიდეს. ან თუნდაც ქვეყნიდან, პროფესიიდან, ქალაქიდან გავიდეს და თითქოს რაღაცას განდეგილობას ან რაღაცა სხვა იმას მიცეს თავი და ამ დროს ზუსტად ახლა დრო რომ განათლებას მივხედოთ, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ ხო, რომ ადრე იყო 20-30-ის პროგრამა. ეხლა გაიზარდა ეს დრო. იქნებ იმიტომ გაიზარდა, რომ განათლება გამოვაცალოთ და მე როცა იქნება 20-35, გაუნათლებელ 20-35-ში შეხვედრა რა მარტივი იქნება? 20-40 ფსიქოლოგიაც ხო ეგ არის, რომ სადაც გინდა მე იქეთ გადაისვრი, გადმოისვრი და ამ დროს ის უფრო მეტად გასაბრაზებელია. გასაბრაზებელი როგორც ახალ თაობასთან, ბავშვებთან, სტუდენტებთან, ისე უფროს თაობასთან. როცა იმათ გონებაში ისე შეძრნენ და ისე მოქმედებენ, ის უფრო გასაბრაზებელია. ადამიანს, რომელსაც ცოტა დრო აქვს დარჩენილი სიცოცხლისთვის, ისე მოუწამლეს გონება, შეიძლება ვერ მოასწროს გამოსვლა. როგორც კომუნიზმის დროს მოუწამლეს. ბაბუო ჩემი მეუბნებოდა, რომ ცუდად ხوار ვიქცევიო, ბაბუო, რომ პირჯვარს არ ვიწერდი ხოლმე არასდროსო და რამეო ცუდი ხوار გავაკეთე ცხოვრებაშიო. და ანუ ის დარდი შეიძლება ვერ მოასწროს მე რომ ადამიანმა რომ მე ცუდად ხوار ვიქცეოდი მაშინ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ჩუმად რო ვიყავი ეს სიჩუმე ისმოდა. შეიძლება ეს კითხვა, ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს. და ბევრი იმედი მაქვს, რომ ეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო ხმამაღლა გაჟღერდება ეგ შეკითხვა ბევრის მხრიდან, იმიტომ რომ დროა უკვე ხალხმა დაიწყოს მაგ სინდისის გამოგვიძება. გაჩნდეს პატარა ნაპერწკლები. ხაშოს აი ტრადიციაზე რომ ამბობ, კი, მართლა ესე ლაპარაკობ ხა. ნახეთ, უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, ხო? და მას აქვს თავისი ნიშა. და არსებობს ამისი ადგილობრივი და საერთაშორისო შემოწმების, რაღაცა შეფასების სისტემები. ხო? და ეხლა მეუბნები, აი თქვა ილიას უნივერსიტეტს ჩვენი ტრადიცია რა არის? 80-იან, 70-იან წლებში ყველაზე იდეოლოგიზებული და ყველაზე პუშკინის ინსტიტუტი რო იყო ისა? რამერად არის ეს ჩემი ტრადიცია, როცა იმ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით კვლევაში პირიქით საუკეთესო უნივერსიტეტი.
რა ლოგიკაა ამაში, ხო? მე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ისედაც ძალიან ცოტა წილი აქვს განათლებაში. დაახლოებით 23-25%-ია, რასაც სახელმწიფო იღებს. დანარჩენი არის ამ საოჯახო მეურნეობებში. ახლა ის ამბობს, რომ კიდევ უფრო უნდა შეამციროს თურმე ეს წილი. ეს არანაირად იმ ჭარბ განათლებასთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ამბობს, რომ წადი და კერძო უნივერსიტეტში ისწავლე. გარდა იმისა, რომ აი ამ უნივერსიტეტის სუბკულტურა უნდა მოშალოს და გაიტანოს, ასე ვთქვათ, ეს ქალაქიდან. ამას გარდა თავის წილსაც ამცირებს ეს ამ განათლების ქსოვილში, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩვენნაირი შესაძლებლობების ქვეყნისთვის. ეს მართლა დიდთვირთად დააწყვება ოჯახებს, ხო? ის კერძო სასწავლებლები ხო მართლა ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი იღებს. და ეს არის მართლა რომ ხელმისაწვდომობა იკარგება ამ განათლებას. არა, და იქ ყველა პროფესიაც არ არის, ხო, ყველა სპეციალობა. ხო, რა თქმა უნდა, ვთქვათ, ახლა განსაკუთრებით ჰუმანიტარული დარგები ის, რასაც უფრო არ აქვს დიდი შემოსავალი, ესეთი დარგები არც არის იქ, ხო. აქ აი შეუსრულებლობაზე როცა საუბრობთ, აკაკი ბაქრაძეს აქვს აღწერილი პოლიტიკოსის რაღაცა ხატი, როგორ ქვია, მგონი ლიდერი ზვარაკი ესე ეძახის და ამას რომ აი საბჭოთა კავშირში რაღაც აკვიატებული აზრი გაჩნდებოდა და შემდეგ ვიღაცა ამას ახორციელებდა და ცოტა ხანში როდესაც ეს სრული სიგიჟე აბსოლუტურად განიცდიდა წარუმატებლობას პარტია იტყოდა რომ აი ეს ყველაფერი არის აი ამის დამსახურება და ის ლიდერი რომელიც გუშინ ტაშს უკრავდა ყველა და ამბობდნენ რომ აი გენიოსი ეს როგორ კარგად მოიფიქრა მაგალითად არის ჭაობის დაშრობა და ბამბის პლანტაციების მისმაგერად გაკეთება აი ესეთი აკვიატებული აზრი იყო დასავლეთ საქართველოში და რა თქმა უნდა ვერ მოხდა ეს და შემდეგ აი ამ ლიდერს გადააგდებენ სანაგვეზე, მიაწერენ ყველა ცოდვას მას და იტყვიან, რომ აი ჩვენ პარტია რაშუაში პარტია შეგვიყვანა შეცდომაში სინამდვილეში, აი ამის ბრალი იყო და ამ მოდელს თუ გავიაზრებთ კარგად სინამდვილეში, რაც კი ეს ბოლო პერიოდში პოლიტიკა გამოჩნდა, არის სუფთა ეს საბჭოთა ზვარაკის პოლიტიკა, ხო? იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც მათი პრემიერ-მინისტრები იყვნენ, ამბობენ, რომ აი გვიღალატეს რაღაც მომენტში და სინამდვილეში არასდროს არ ყოფილა ნამდვილი ქართული ოცნების წარმომადგენლები, იმიტომ რომ აკეთებდნენ საწინააღმდეგოს და გუშინ წინ ვისაც სტაჟს უკრავდნენ, როგორც ყველაზე კარგ მენეჯერებს თუ პრემიერებს თუ თავდაცვის მინისტრებს, დღეს გეუბნებიან, რომ არის საშინელი ადამიანი და თუ რამე პარტიამ გააფუჭა, სინამდვილეში გააფუჭა ამ ადამიანმა და პარტია არის თავისუფალი ამისგან და ამ მოდელით ძალიან კარგი სამართავი არის, იმიტომ რომ პარტია არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას და ის ყოველთვის დაწმენდილი არის იმისგან, რომ ვიღაც ამომრჩეველი გაბრაზდეს. ახლა შენ რომ ამბობ მაგალითად, რომ აი მასწავლებელი როდესმე გაბრაზდება, ხო? აი ამ მოდელის მიხედვით მაგალითად ვისზე უნდა გაბრაზდეს მასწავლებელი, იმიტომ რომ თუ ეგ უკმაყოფილება გაუჩნდება, შეიძლება 2 თვის შემდეგ, აი დღეიდან 2 თვის შემდეგ გამოიყვანონ ვიღაცა და თქვენ რა ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ ამ კაცმა წარადგინა ეს ყველაფერი ამ საუნივერსიტეტო სიგიჟეს სრულიად თავის თვითონ ესე აღწერენ და ჩვენ აფერ შუაში არ ვიყავით მოგვატყუე ხა რა უნდა მწოდნო და მე წყალბურთელი ბიჭი ვარ ან ისა ვარ შტანგის მწეველი ბიჭი ვარ მითხეს კარგიაო და მოგვატყუა ამან და ამის ბრალია და ეს აი სამოქალაქო საზოგადოება რომელიც ძლიერი უნდა იყოს ესეთი გადაწყვეტილებების დროს რომ არათ იდგეს დაკმაყოფილდება მე ესე მგონია იმიტომ რომ აქამდე რასაც უყურებ აი ეს ნაწილი ვისაც ყველაზე მეტად ეხება ხოლმე რა გადასახადების გაზრდაც რა ვიცი ის ყველა ევროპასთან ინტეგრაციის შეჩერებას და ასე შემდეგ უცებ კმაყოფილდება ესეთი გადმოგდებული ლიდერებით და განეიტრალებული ამ რაღაცა პოლიტიკოსებით და წყნარდება რაღაცნაირად ამბობს რომ ოკეი всё ეს იმის იდეა იყო და ეხლა ვაგრძელებთ ისევ ცხოვრებას მაგრამ ჩემი აზრით აი უკვე ეს გაჟღერებული გამოცხადებული წინასწარ დაანონსებული, რასაც აპირებენ განათლების სისტემაში, უკვე საკმარის საფუძველია, რომ ზოგადად ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიყალიბო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი, აი, კარგს არაფერს არ აპირებს, რა, ანუ მათი ამოცანა არ არის რაღაცა კარგის გაკეთება. ჩვენ ხშირად ამას გვაბრალებენ ხოლმე და აქედან მნიშვნელოვანია რომ ეგეც ვთქვათ, რომ როდესაც ვაკრიტიკებთ, არაფერს სანაცვლოდ არ ვამბობთ. და ერთ-ერთი არგუმენტი არის ხოლმე რომ აბა მოგწონთ ეხა რაც ხდება. თქვენც ახსენეთ ის გაკვით რომ კი პრობლემები არსებობს. მაგალითად მეც როცა სტუდენტ ვასწავლდი ილიას უნივერსიტეტში, ნუ რაღაც პრობლემებს ხედავთ, მათ შორის სკოლის პრობლემებს ხედავდი ხოლმე, ხო? იმიტომ რომ ხალხი რომელიც მოდიოდა, აბსოლუტურად არ იყო აღჭურვილი იმ ცოდნით, რომელიც საკმარისი იყო საბაკალავრო დონეზე სწავლისთვის. მაგისტრანტებთანაც პრობლემა მქონდა ხოლმე ელემენტარულ ხანდახან წაკითხვაზე და ხანდახან გადმოცემაზე და ასე შემდეგ. შეგვიძლია თქვათ რომ ჩვენ ვინც ვართ თქვათ აქეთ ამ მხარეს
მართლა უკეთკავად გააზრებული რისი გაკეთება შეიძლება რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, რომ აი ალტერნატივად ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც დღეს სკეპტიკურად არის ამას, რომ ისინი აკეთებენ მაინც და თქვენ ფიქრობთ საერთოდ გაუმჯობესებაზე თუ არა, რა იქნებოდა აი პირობითად არის ორი ნაბიჯი, რომელსაც თქვენ როგორც აი განათლების მინისტრი რომ იყოთ ან თქვა მთავრობაში ძალაუფლება გქონდეთ, რას გააკეთებდით, რომ საუნივერსიტეტო სისტემა იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე ის არის დღეს. აი ამ რეფორმა, რომელიც წარმოგიდგინეს, მისი ალტერნატივა, ოღონდ უკეთესი და ჯანსაღი რა იქნებოდა მაგალითად? იცი რა, კი, ლევონმაც თქვა და მეც ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ხედავთ რამდენი პრობლემაა იმ საუნივერსიტეტო განათლებაში, მაგრამ ტყუილია სხვათა შორის ის, რასაც ამბობენ, რომ აი საბჭოთა განათლება უკეთესი იყო, ვიდრე 90-იან წლებში ნამდვილად უარესი იყო, იმიტომ რომ ის აი სრული მოშლის და ქაოსის წლები, საბჭოთა უნივერსიტეტი ბევრად უკეთესი იყო. და ჯერთი ამ საბჭოთა უნივერსიტეტში ჩვენ უნივერსიტეტის დამფუძნებლები თქვათ აი მე მოვესწავლე ლევანია პრინციპში ვეღარა, მაგრამ იმათი მოწაფეები გვასწავლენ 90-იან წლებში მართლა საშინელება იყო. მაგრამ აი 2000 აი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში პირიქით მეცნიერების ხარისხიც და სასწავლო ხარისხიც მკვეთრად გაიზარდა და ეს ყველა საერთაშორისო შეფასებით ასე აი დათო თარხნიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი შედარება და რეგიონში ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამოვრჩებით თორე აი სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად იმ შესაძლებლობებით კოლევა რომ საერთოდ არ ფინანსდება მართლა არ ვიცი რანაირად ვახერხებთ, ოღონდ ამას ვახერხებთ თავიდან ბოლომდე აი საერთაშორისო კოლაბორაციებში ყოფნით და საერთაშორისო პროექტებით და დიდი გრანტებით, რაც პირდაპირ გადაგვიკეტეს. იმიტომ რომ საშინელება ხდება ამ მიმართულებით. რას გავაკეთებდი? აი წეღანაც ვთქვით, რომ უნივერსიტეტის სხვათა შორის სხვა ინსტიტუციებთან შედარებით ყველაზე უკეთ არის ინტეგრირებული წინ დასავლურ სამყაროსთან და ყველაზე მეტად მიხედა საკუთარ თავს. მე გავაკეთებდი იმას, რაზეც ერთი ილიას და კოტე აფხაზის ცნობილი საუბრის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ 80 ჯერ 25 წლის იუბილე იყო ალექსანდრე მეორის მაშინ თხოვეს ამ უნივერსიტეტის გასაგო არაფერი არ გამოვიდა, ხო რა გაბრაზებული იყო ეს თაობა. და 94 წელსაც კიდე სადეს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და 97 წელს ილიას უთქვამს კოტე აფხაზისთვის, რომ ერთით ნახოთ და იმ იმპერატორს მართლა რომ შეშლოდა და მოეცა უნივერსიტეტის გახსნის უფლება ნეტა რა უნდა გვექნაო. ხო? ანუ რა უნდა იქნათ ქვეყანაში, სადაც სკოლა არ არსებობდა. და ზუსტად ეს გააკეთა ილიამ, ხო? დაიწყო სასკოლო საგანმანათლებლო და მართლა სწორედ იმ სასკოლო განათლებით ის ორი ჩამორჩენილი იმპერია აქცია ქვეყანად, ხო? და პირველ რიგში ამას გავაკეთებდი, რომ სასკოლო განათლებას გავაძლიერებდი და ამათ საერთოდ არ დადის მე 12 კლასში და ამიტომ გავავუყურე. ხო? თუ აი ჩვენ აი ხა საიდან ვიცნობთ ერთმანეთს გარდა იმისა, რომ თქვა ჩვენი სტუდენტი იყო, ასევე ჩვენ რჩეულიც იყო და სულ ვცდილობთ, რომ გქონდეს კონტაქტი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ამ სასკოლო სფეროსთან გქონდეს მჭიდრო კონტაქტი, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. ვერანაირად, აი შენ სხვა ამბობდი, რომ მართლა იმხელა პრობლემაა ეს სასკოლო განათლება უნივერსიტეტისთვის, რომ პირველ რიგში ამას გავაძლიერებდი. და ეხლა მე-11 კლასში რომ დაამთავრებენ რა იქ ივლიან, იქაც არ ივლიან, იმიტომ რომ იქაც რეპეტიტორთან უნდა იარონ, ხო? და მე-10 კლასში ამთავრებდნენ ჩემ დროს და იქაც არ დადიოდნენ, იმიტომ რომ ის სკოლა ვერ აძლევდა იმ განათლებას. ხო და პირველ რიგში ამას გავაკეთებდი, რომ მართლა სასკოლო განათლებას გავაძლიერებდი და ხარისხის აი ამის განვითარების მექანიზმებს ორგანულად განვავითარო. ჩვენ ახლა უცებ ვერ გავხვდებით ვერც ჰარვარდი და ვერც ჰაიდელბერგი და ვერც აი გვიხარია ხოლმე რომ საშუალო ევროპული უნივერსიტეტების გვერდით რო ვართ რაღაც რეიტინგებში, ხო? უცებ ვერ გავხვდებით ეს. ამას ვერ გადავახტებით. აქ არ არსებობს ეგეთ რაღაცა, ოღონდ არ არსებობს აქ განვითარება აი ამ საუნივერსიტეტო საზოგადოების თან ვის გარეშე. იმიტომ რომ მანიცის რომელ გლაციოლოგს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ რაღაცა კარგი პატარა ცენტრი გააკეთოს. ხო? და ეხლა ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ვიტყვით ზევიდან რა გვჭირდებაო და არც ბაზარმა არ იცის ეგა. და უნივერსიტეტი არ არის კიდე ბაზრის კვებავი, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანია ეგა. თუ კი ბატონო,
ხო გააკეთეს ეს პროფესიული სასწავლებლები. იცით რა მხოლოდ კონკურსი, აი თავისუფალში. და იმისი M2-ის ის რო არის პროფესიული სასწავლებელი, უნდა ელოდო თავისუფალში, რომ იმ კულინარიის კურსებზე შეხვდეს ადგილი. რატო? იმიტომ რომ იქ არსებობს სამუშაო ადგილი. სფეროში. ხო, სფეროში და ხა სადაც არ არის იქ ძალით ვერ შევუქმნით. და რას თავაზობთ ამ ესე იგი რომ ვამცირებთ ამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილებს, ხო, რას თავაზობთ ამ ახალგაზრდებს? ქუჩის აკადემია? ჯარი. ხო, ნუ ერთ-ერთი არის ჯარი. ხო, და ჩვენი აი ხა შეიქმნა რაღაცა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. პირველი შეხვედრა ჰქონდა 13 უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და აი მომავალ კვირას გვექნება სწორედ აი თანამედროვე განათლების თეორიების მეთოდოლოგიური პერსპექტივიდან ამ რაღაცა შემოთავაზებული სამკვეთნახევრის ანალიზი და ასევე გეგმა, მონახაზი, როგორ შეიძლება ეს დაიწყოს და აი ეს რაღაცა პეტიცია, რომელიც შეადგინეს პროფესორ მასწავლებელმა, იქაც ეს წერია სწორედ, რომ აი ეს დამანგრეველი შეაჩერეთ და დაიწყეთ რა თქმა უნდა რეფორმაზე ფიქრი, ოღონდ დარგის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად და არა რაღაცა კაბინეტში. რა ვიცი, მე ამ რეფორმებში თავისუფალ საქართველოში 90 წლებიდან ვარ ჩაბმული სხვადასხვა როლში და ესე იგი პრინციპში მაშინაც ეგრე ვფიქრობდი და ეხლა მხოლოდ გამიმყარდა ეს აზრი, რომ ესე იგი დირექტივებით ზემოდან მხოლოდ ეს ვერ მოხდება. რა მოგცა შედეგი? ხო, მოგცა შედეგი იმან, სადაც შედარებით თავისუფლება მიეცა და ესე იგი ნორმალურ ამ საერთაშორისო ინტეგრაციაში ჩართულ პირობებში რა არის კარგი, ის გამოიკვეთა, იმან თავისი თავი დაიმკვიდრა და რაღაცა რაც ესე იგი შედარებით მეორეხარისხოვანი და დრომოჭმული იყო, ის სადღაც ჭრდილში გავიდა. უნებრივად. ეს ბუნებრივად. ესე იგი ეს გზა ბევრაჯობია იმას, რომ დღეს ვიღაცამ თუ გინდა ნობელის პრემიის ლაურეატმა გადაგიწყვიტოს, რომ ეს გინდა, ეს არ გინდა, ეს დავხუროთ, ეს გავხსნათ და თუ სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტები რაღაც პროფესიებთან დაკავშირებით, იქ გარდა პროფესიული სასწავლებლებისა არის საშუალება, რომ სახელმწიფო იქნება თუ რაღაცა ფირმები იქნება, იმათ მიზნობრივი სტიპენდიები შესთავაზონ ადგილი, თუნდაც საბჭოთას ვინც მისტირისა, რა საბჭოთა სისტემა რა იყო? არ იყო თავისუფალი უნივერსიტეტი, ის იყო, რომ რეალურად გიყვანდნენ სამსახურში, გასწავლიდნენ პროფესიას და მერე ქონდა ეს მოსჯილი ადგილი. ამასაც შეიძლება თავისი შეზღუდული ჰქონდეს, რომ რაღაცა პროფესიაში მჭირდება ხალხი არ მყავს, შეუკვეთე იგივე უნივერსიტეტს, რომელშიც ზოგადად საუნივერსიტეტო გარემოა, ზოგადად კვლევა ტარდება, ეს სტუდენტური ცხოვრება მიდის, მაგრამ ამას აქვს შეკვეთა, რომ აი ამდენი ეს მინდა, იმაზე იღებს დამატებით ფულს ვიღაცისგან, მოდის სტუდენტი, რომელიც აწერს კონტრაქტს ხელს, როგორც ჯარში, როგი ბატონო ამას ვისწავლე, მე დავსაკვეთ. ესე იგი, ასეთი ტიპის დაკვეთა შეიძლება კარგ წესიერ უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელდეს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს შენ მოუხსნა სხვა ყველაფერი დაუკვეთო მხოლოდ ეს სახელმწიფო შეკვეთის შესრულება. ცოტა ის კონტროლის ის რო წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ფაქტიურად არაფრით არ განსხვავდება, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ თუ სახელმწიფოა და მე ვიხდი ფულს, უნდა გააკეთო მხოლოდ ის, რაც ჩემთვის არის სასარგებლო, ოღონდ ჩემში კონკრეტულად პარტია აქვს წარმოქმნილი და არა სახელმწიფო, ან როგორც რაღაც ერთს გამოადგება კი არა კვლევა, ან თქვა ევროპასთან ურთიერთობა რამე სხვა, კვლევითი ინტეგრაცია, არამედ აი პარტიას თუ გამოადგება, აი თქვა მე მჭირდება შევხვდი ბიზნესმენებს, იგივე იქნებოდა მხატვარს, როცა ეუბნებოდა, რომ აი დახატე მხოლოდ ის, რაც თქვა მასობრივია და ბელადი დახატე რა, დაახლოებით ეგ, ვინც არ ხატავს ბელადს, ის არ არის მხატვარი. აი მაგალითად დავით ყაკაბაძე, რომელიც ევროპაში განათლება მიღებული იყო და დაბრუნდა საქართველოში, თან მოასწრო დავით ყაკაბაძემ 3 წლიანი დამოუკიდებლობის დროს განათლება ევროპაში მიიღო, საფრანგეთში საუბრობდა და რო ჩამოვიდა, იხვეწებოდა საქართველოში სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო. არ მიცეს სამსახური, იმიტომ რომ არ უნდათ ევროპული განათლება მიღებული ბავშვებთან ახლოს ყოფილიყო. იგივე ილია ჭავჭავაძე რო ახსენეთ, იქაც რა იყო, ხო, წერა-კითხვის სკოლებიდან დაიწყო, წერა-კითხვის გამომცემლებელი საზოგადოება
თითქოს შეესია კარგი გაგებით ქვეყანას, რომ ბათუმში სადღაც კიდევ ხაშურში ყველგან იხსნებოდა პატარ-პატარა სკოლები და აგენტებს ეძახდნენ ამათ. მაშინაც ეს სიტყვა იყო, რომ აგენტი იყო თითქოს ის, იმიტომ რომ ასწავლიდა. არა და რასაკეთებდნენ, რომ მართავდნენ რაღაცა მეჯლისებს, რაღაცა საღამოებს, რომ შეგროვებული ფულით ეყიდათ წიგნები, მასწავლებლისთვის გადაერიცხათ და რაღაცა განათლების ისევ და ისევ კერები გაიღვივებინათ. და ამ დროს ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკვე ითქვა, როგორც თქვა, რომ გვჭირდება, რომ ქვემოდან დავიწყოთ ეს შენება და მერე მივიდეთ. ოღონდ პარალელურადაც შეიძლება ეს, რა თქმა უნდა, რომ ცალ-ცალკე არ მოხდეს შენება და ბაღიც არ უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ დღეს მქონდა ზუსტად ბაღის ბავშვებთან შეხვედრა და იქედან იწყება ზრდა. მე რომ უნივერსიტეტში ვასწავლდი და მე აღარ ვასწავლდი და აღმოჩნდა, რომ სკოლაში დავიწყეს სწავლება. ზოგს ეგონა, რომ მე ჩამომალაბორანტეს, როგორც დოჯანაშვილი ამბობდა, ეგონათ, რომ აი როგორ ცოტა ან პატარა საქმე გონია ზოგ სკოლის მასწავლებლობა, ან სკოლაში მუშაობა. თითქოს გონიათ, რომ აი რა მოხდა, რამდენიმე ბავშვს ან მნიშვნელობა მასწავლებლის თითქოს დაპატარავებული აქვს. და ზოგჯერ თვითონ მასწავლებელიც ვერ ფიქრობს, რა მხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს თვითონ თავის საქმეს და იმას, სადაც არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მარტო ერთხელ მითხრა ერთმა ადამიანმა, რომ მასწავლებელიო შენ არ ხარო კარგი მასწავლებელიო და რატომ მეთქი და იმიტომ რომ მასწავლებელიო მხოლოდ კარგზე უნდა ლაპარაკობდესო და სკოლები ხო შენდებაო ქვეყანაში და კარგი უნდა თქვაო და მე გამახსენდა ნიკო ლორთქიფანიძე დავით კლდიაშვილი მარტო კარგი რო ეწერა ეხლა ლორთქიფანიძე ხო თავად იყო რომ დაივიწყებინა ყველაფერი ხო თვითონაც არიან ეგენი თვითონაც ხო ევროპაში მიიღო განათლება და კარგად ყოფილიყო და დაივიწყებინან ეს რომ შენ კარგად ხარ არ ნიშნავს რომ სხვის ცუდად ყოფნაზე ხმა არ ამოიღო ის რომ ტრაგედია უგმიროთ მეორდება 21 საუკუნეში შეცვალწინ და ადამიანი იმისთვის რომ თავის შვილს სახლი არ აქვს და საჭმელი არ აქვს და თავს იწვავს და შენ ამას ვერ იგებ და არ იგებ და კიდევ დევნილებს დაძდებ და დევნილებს იჭერ და ამაზე არ რეაგირებ მასწავლებელს იჭერენ იმის გამო რომ მასწავლებელზე ძალადობენ და ჩუმად ხარ მასწავლებელი იმიტომ რომ მე ხوار დამიჭირეს და მე სიჩუმე მომიხდება სადღაც მე გერყევა ის მასწავლებლობა შეიძლება დღეს ვერ მიხვდე აქ ითქვა კიდე ის რომ არ ცოდნასთან ერთად ზოგჯერ არის ცოდნაც მაგრამ ესეთი ისიც არსებობს მოსაზრება რომ როცა რაღაც იცით ტყუილის ხმა უფრო მარტივია ჩვენ გვეგონა რომ არ იციან ბევრი რამე იციან და ამიტომ ტყუილის შეფუთვა უფრო მარტივი ხდება მე რომ ის ტყუილი ისე სენდვიჩივი შემოგთავაზო, რომ თითქოს კარგად გამოიყურება, თითქოს გემრიელია და თან აგარჩევინოს, თითქოს რომ რომელი გირჩევნიან, ხორციან თუ უხორცო. და ამ დროს შეიძლება როგორც თავიდან თქვი, შეიძლება სულ სხვა რამე ტყუილი გაჭამოს, წვნიანი ტყუილი გაჭამოს, სუპი, რომელიც პოპულარული გახდა, რომ რაც მოქვს იმას. ესეც ხო შეგუება, უნდა შეეგუო, ხო, იცი რა როგორ უნდა შეეგუო, ის ტრაგედია როგორ შეიძლება დაივიწყო, ხო? დაახლოებით იგივეს გვაჩვენ. ტრაგედია ხდება ჩვენს გარშემო, ხო, ეხლა ჩვენ კი არ დავღუპულვართ, გზასვად გავართ ამ დავღუპვის, მაგრამ ის თუ შევეგუეთ ამას და გავჩუმდით, გავჩერდით და ხელები გულზე დავიკრიფეთ, ხო, ჩვენ რა გვჭირდება, რომ ჩვენი საქმის კეთების შესაძლებლობა გქონდეს. და ის მეორე ნაწილი, რასაც მეც შევცვლიდი, არის, რომ ევროპასთან ხიდებს პირიქით გავადიდებდი და გავხსნიდი. მეც გქონდა შესაძლებლობა, რომ ევროპაში განათლება ცოტა ხნით მაინც ჩავრთულიყავი სასწავლო პროცესში, როცა განვითარებული ქვეყანა შენ გეკითხება შენთან რა ხდება განათლებაში და მეც ჩემსაც გთავაზობ. და გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია რომ განათლება გაიზარდოს. რასაც აკეთებდა ნიკო ნიკოლაძეც რომ ჩუმად აგზავნიდა ევროპაში, იმიტომ რომ არ შეიძლება ევროპაში ეს. ამის უახლეს მასში წარსულშიც გვაქვს მაგის გამოცდილება და არ არის შემთხვევით რომ ყველა გზა დაიგედა. თითო წუთი იმედთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დროში ისე ვარ. უბრალოდ რომ რისი იმედი გაქვთ და როგორ გონიათ რომ ეს ყველაფერი დასრულდება? ძალიან მტკიცე აკადემიური პროტესტის იმედი მაქვს. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა ვთქვათ, არაფერს არ ამბობენ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს მხოლოდ დამანგრეველი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ მათ აი საკუთარ აუდიტორიაში, საკუთარ ლაბორატორიაში ხვდებიან, რომ ეს ასე ვერ დაიშლება. ეს ასე მექანიკურად ვერ დაიშლება. ამიტომ მე მაქვს ამის იმედი, რომ მტკიცე აკადემიური ისეთი სოლიდარული პროტესტით ჩვენ მათ ვაიძულებთ თუ ვერ დავანახებთ, რომ არ შეიძლება ამის განხორციელება.
ეს არ არის ერთი კონკრეტული რაღაც. სხვათაშორის 1927 წელს რო გააკეთეს საუნივერსიტეტო რეფორმა და დაშალეს და დაიმორჩილეს მთლიანად. ისიც რამდენ ხანში დაიწერა წიგნები, რომ ეს რაც უთი ვქენითო, აი ლომაშვილის წიგნი. გადაშლით და წაიკითხოთ 33 წელს წერს უკვე, რომ ეს ოღონდ საშინელება იყო ნამეტანი მოგვევიდა. ხო და არ არის საუნივერსიტეტო რეფორმა ასე კაბინეტებიდან დასაგეგმილი. მეც დიდი იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს არა მარტო ამ სფეროში, ზოგადად ქვეყანაში. საღიაზრის იმედი გაქვს. იმპულსიც ჩანს, ხო, ნელ-ნელა რომ ეგეთი რამე არსებობს და. მე სიტყვა იმედს შევცვლით, იმიტომ რომ ამ სიტყვამ დაკარგა ჩვენთან ძალა და რაღაც პერიოდი არც მიუბრუნდები ამ სიტყვას, რაღაც ჯერათიანობით შევცვლი, რომ ბევრი სიტყვა წახდა სამწუხაროდ და კარგავს თავის ფუნქციას. ჯერა იმის, რომ აღარ დაგვჭირდება აკაკივით თქმა, რომ ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო და აღარ გავხდებით ფურთხის ღირსი და ვიქნებით ღირსეული მომავლის, ოღონდ ესე სტრაფარეტულად სადღეგრძელოს ან სლოგანებად ბანერზე გამოკიდებული ღირსებით ევროპისკენ კი არა, ჭეშმარიტებით, სინამდვილით და ადამიანობით, იმიტომ რომ ადამიანი ხო არ ვართ მარტო ტანსაცმლით, არ ვართ ადრე მეგონა, ვინც კარგ მუსიკას უსმენდა, კარგი ადამიანი იყო და თუნდაც ვწდებოდი ან დავუშვათ რაღაცა მეგონა წარმოდგენა, რომ თუ კარგად კითხულობს, ან კარგი მკითხველია, ავწდებით ხო და ამიტომ ჯერა იმის, რომ რისაც ილიას ჯეროდა, ხო, ვერ მოესწრო, რისაც ჯეროდა, მაგრამ ჯეროდა, ხო, რომ ჯეროდა იმის, რომ გვეღირსოს გამოღროცხა გვეღირსოსო კი ცოტა უიმედობას დაუჯერებლობასაც ურევდა, მაგრამ სადღაც მაინც ჯეროდა და ჩვენც უნდა დავიჯეროთ, რომ გამოვიღვიძებთ, აი ბუნება რო გამოიღვიძებს ხოლმე, გაზაფხულზე რო უცებ კვირტები გაიბერება და გასკდება, მე აფეთქდება, კეთილი აფეთქებით. აი ესეთ გამოგვიძების მჯერა მე და ვფიქრობ, რომ გავიღვიძებთ როგორც ქვეყანა და როგორც ერი. მაგის საფუძველი გვაქვს, იმიტომ რომ ეხა უნივერსიტეტი მარტო არ არის, როგორც თქვით, ძალიან დიდ პროცესში არის ჩართული ეს ამბავიც და რა თქვათ, ადრე 5 წლის წინ ყველა ინსტიტუცია თუ ადამიანი თუ ჯგუფი ცალ-ცალკე იბრძოდა რაღაცნაირად. ეხა ერთ შარში ვართ რაღაცნაირად მთელი საზოგადოება და როგორაც ვდგევართ რუსთაველზე, ან თქვათ სხვა ჯგუფები როგორაც დაუდგნენ ერთმანეთს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე მარტო უნივერსიტეტი არ დადგება პირისპირ სახელმწიფოსთან, არამედ იქნება უფრო ფართო კონსენსუსი ამ რაღაც საკითხებზე, რომელზეც დღეს უფრო და უფრო მეტი თანხმდებით, ასე რომ მეც იმედიანად ვარ და ისურვებთ წარმატებას თითოეულ თქვენგანს და ასევე მთელს ჩვენს მოძრაობას. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.